მოგესალმებით, მე ვარ თეკლა, მედიცინის მეოთხე კურსის სტუდენტი და მიხარია, რომ წინა ვიდეომ ვაქცინოლოგიის საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დაგაინტერესათ, ამიტომ გადავწყვეტე, რომ ჩამეწერა უფრო ვრცელი და ინფორმაციული ვიდეო უშუალოდ იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელსაც მოგეხსენებათ, რომ თავად დავესწარი. მოგიყვებით, როგორ შეგიძლიათ აპლიკაციის შევსება, რეგისტრაცია, დაფინანსების მოთხოვნა და კიდევ სხვა რა პროგრამებს გვთავაზობს ანტვერპენის უნივერსიტეტი. ანტვერპენის უნივერსიტეტს აქვს 23-მდე საზაფხულო სკოლის პროგრამა სხვადასხვა დარგში, მათ შორის მედიცინაში, მეცნიერებაში, ბიზნესსა და ეკონომიკაში, სამართალსა და დიზაინში. ძირითადად საზაფხულო სკოლები ტარდება ივნისიდან სექტემბრის თვის ჩათვლით და მოიცავს 1 ან 2 კვირიან პროგრამას, რომლებზეც დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ანტვერპენის უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე. აქვე აღნიშნავ, რომ ვაქცინოლოგიის საზაფხულო სკოლის საიტზე უკვე შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი მეილი, რათა დროულად მიიღოთ ინფორმაცია შემდგომ პროგრამების თარიღებთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეგისტრაციას, მე აპლიკაცია შევავსე დაახლოებით თებერვლის თვეში და აპრილში უკვე გამაგებინეს, რომ პროგრამაზე მივიღეს სრული დაფინანსებით. ახლა რა თქმა უნდა, სააპლიკაციო ფორმა არის დახურული, თუმცა გაგიზიარებთ იმ რამდენიმე შეკითხვას, რომელზეც აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა აპლიკაციის შევსების პროცესში. მათ შორის რა არის თქვენი ახლანდელი პოზიცია, რა საქმიანობთ და სწავლის გარდა რა საქმიანობით ხართ დაკავებული. რა არის თქვენი мотиваცია, რომ დაესწროთ კონკრეტულ პროგრამას, რა გინდათ რომ შეისწავლოთ და ამის შემდეგ თუ გადაწყვეტთ რომ მოითხოვოთ დაფინანსება, მოგიწევთ დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგალითად, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი უნივერსიტეტმა თქვენი მონაწილეობის მიღებას, თუ გქონიათ აქამდე შესაძლებლობა რომ საზღვარგარეთ გესწავლოთ ან გემოგზაურათ, თქვენი უნივერსიტეტი ან კოლეჯი თუ უჭერს მხარს სტუდენტების მსგავს აქტივობებში ჩართვას და თუ არის რაიმე სხვა რესურსი, რაც დაგეხმარებათ რომ პროგრამის საფასური დაფაროთ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ დაგჭირდებათ რომ ატვირთოთ CV, თქვენი ფოტო. ძირითადად ეს არის. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ყველა პროგრამას არ აქვს დაფინანსების პერსპექტივა და ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი ინტერესის შემდეგ, რის მიხედვითაც ავარჩიე ვაქცინოლოგიის საზაფხულო სკოლა. საფასური მოიცავდა 700 ევროს სტუდენტისთვის, შედიოდა როგორც კვება, ასევე საცხოვრებელი და მთლიანი აკადემიური პროგრამა, მაშინ როდესაც სხვა პროგრამების საფასურში არ შედის კვება, სოციალური აქტივობები და საცხოვრებელი. ვიდეოს ამ ნაწილში უშუალოდ მოგიყვებით ვაქცინოლოგიის საზაფხულო სკოლის პროგრამაზე, რა თემები დავფარეთ, ვინ იყვნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც ლექციებს გვეკითხავდნენ და რა რესურსებს ვიყენებდით სწავლის პროცესში. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გახლავთ ეს წიგნი, რომელიც დაგვირიგეს პირველივე დღეს ყველა სტუდენტს და მონაწილეს. ერთ-ერთი ავტორი არის ჩვენი კურსის ხელმძღვანელი პროფესორი პიერ ვანდამი, რომელსაც წარწერაც დამიტოვა პირველ გვერდზე და ლექტორების მოსმენის პარალელურად გადავშვიდი ხოლმე შესაბამის თემაზე წიგნს, მიყვებოდი წიგნის საკითხებს და თუ რამე დამატებით ახსენებდა ლექტორი, ჩანაწერს ვაკეთებდი და ყველაფერმა მე გამიმარტივა გამოცდის წინა დღეს მასალის გამეორების პროცესი. ამიტომ ძალიან შემოყვარდა ეს წიგნი. რაც შეეხება უშუალოდ კურსს, წლევანდელი საზაფხულო სკოლა მიმდინარეობდა 30 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, როგორც არის ევროპის პედიატრთა ასოციაცია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და EMSA. როგორც წინა ვიდეოშიც აღვნიშნე, კურსს ესწრებოდნენ მედიცინისა და ჯანდაცვის სტუდენტები, ლაივ მასტერები, ვაქცინოლოგები, სხვადასხვა დარგის ექიმები, მათ შორის პედიატრები და PhD სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კურსი გახლავთ 3 კრედიტიანი და კრედიტების მისაღებად მნიშვნელოვანია კურსის წარმატებულად დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის აღება, რისთვისაც თავის მხრივ საჭიროა რომ შესრულებული იქნას საშინაო დავალება, ჯგუფური სამუშაოები, პრეზენტაციები და კურსის დასრულების ბოლოს ჩაბარებული იქნას შემაჯამებელი გამოცდა. კურსის განმავლობაში შევისწავლეთ ვაქცინოლოგიისა და იმუნოლოგიის საფუძვლები, შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორც არის ვაქცინების შემადგენლობა, განვითარების პროცესი, შენახვა და დისტრიბუცია, ვაქცინაციით პრევენცირებადი დაავადებები, ვაქცინაციის ტექნიკები. ამასთანავე გქონდა პრაქტიკული ვორქშოპები, რომელთა განმავლობაშიც მოგვეცა საშუალება ტექნიკურად შეგვესრულებინა ვაქცინაციის პროცესი მულაშებზე და გქონდა კომუნიკაციური ტრენინგებიც. ამ დღეების განმავლობაში ბელგიაში ლექციების დასაკითხად ჩამოდიოდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან. განსაკუთრებით გამოვარჩევდი პროფესორ პიერ ვანდამს, რომელიც გახლავთ კურსის ხელმძღვანელი და მე-16 წელია უკვე მასპინძლობს და უძღვება ვაქცინოლოგიის საზაფხულო სკოლას. იგი არის მსოფლიოს წამყვანი მკვლევარი ვაქცინოლოგიისა და ინფექციური დაავადებების სფეროში. მისი დაარსებული არის ვაქცინაციის ევალუაციის ცენტრი ანტვერპენში, რომელიც არის WHO-ს პარტნიორი და ამასთანავე იგი არის ასე ვთქვათ ვაქცინოლოგიის კონსულტანტი ისეთ ორგანიზაციებში, როგორც არის მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია და UNICEF. მისი ხელმძღვანელობით არის ჩატარებული უამრავი კვლევა და განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჩართულობა COVID-19 პანდემიის მართვის პროცესში.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა პანელური დისკუსია პიტერ პიოტთან და მარკო კავალერთან ერთად. პიტერ პიოტი გახლავთ ებოლას ვირუსის აღმომჩენი ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი პიონერი, რომელიც იბრძოდა შიდსის წინააღმდეგ და გახლავთ აღმასრულებელი დირექტორი UNAIDS-ის. ამასთანავე ეკავა წამყვანი პოზიციები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაშიც და იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მრჩეველი COVID-19 პანდემიის მართვის პერიოდში. ამ პროცესებში ასევე აქტიურად იყო ჩართული მარკო კავალერი, რომელიც ასე ვთქვათ, COVID-19 task force-ის თავმჯდომარე გახლავთ ევროპის წამლების ასოციაციაში, რომელშიც იგი იკავებს ვაქცინაციების სტრატეგიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას და იგი აქტიურად იყო ჩართული COVID-19 წინააღმდეგ რეაგირების კოორდინაციაში. პანელური დისკუსიის განმავლობაში მოგვეცა საშუალება მათთვის პირადად დაგვესვა შეკითხვები ჩვენთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით და მოგვესმინა კვალიფიციური და ადეკვატური პასუხები. აქვე შემიძლია არ შევეხო ერთ-ერთ უნიშნელოვანი საკითხს, მოგეხსენებათ არსებობს ორი სიმსივნის გამომწვევი ვირუსი, რომელთა საწინააღმდეგო ვაქცინაც უკვე არსებობს. ერთი ეს არის ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც იწვევს ღვიძლის სიმსივნეებს და მეორე არის ადამიანის პაპილომა ვირუსი, რომელიც იწვევს საშუალო სუნსყელის კიბოს, იწვევს ვაგინალურ სიმსივნეებს, იწვევს პენისის კიბოს, იწვევს თავისა და კისრის სიმსივნეებს, ოროფარინგიალურ კიბოს და ამ ყველაფრის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით. მეტი რამიზეზე უნდა გინდოდეს ადამიანს, რომ აიცრა. ახლა უფასოდვე არის ხელმისაწვდომი უკვე 9 ვალენტიანი ვაქცინა და ვალენტობით გულისხმობ, რამდენ ამ კონკრეტული ვირუსის რამდენ სეროტიპს ფარავს ეს ვაქცინა, ხო? 9 ვალენტიანი შემთხვევაში იფარება მე-6 და მე-11 სეროტიპები, რომლებიც ზედაა დაკავშირებული არის ხოლმე გენიტალიურ ვორცთან ეგრეთ წოდებულთან. მე-16 და მე-18, რომელიც დაკავშირებული არის საშუალო სუნსყელის კიბოსთან, ამასთანავე იფარება ისეთი სეროტიპები, როგორც არის 31, 33, 45, 52, 58 და ჩვენმა პროფესორებმა გაგვიზიარეს კურსის მიმდინარეობისას, რომ ახლა უშუალოდ მუშაობენ 12 ვალენტიან ვაქცინაზეც. მე აცრილი ვარ, ჩემს ირგვლივ ჩემი თანატოლები აცრილები არიან და თქვენ ჯერია რომ გაიგეთოთ ეს ვაქცინა, იმიტომ რომ არსებობს ვაქცინა, რომელსაც შეუძლიათ რომ ამ კონკრეტული სიმსივნეებისგან დაგიცვათ. გთხოვთ. მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს, როცა იგებ რომ შეგიძლია ამ სიმსივნეებისგან თავი დაიცვა ვაქცინაციით. თან როცა იგებ რომ ეს სიმსივნე ქაბოტონის შემთხვევაში არის მეორე ყველაზე ხშირი სიმსივნე ძუძუს კიბოს შემდეგ. და ამის პრევენცია შეიძლება ვაქცინაციით. იმ ვაქცინით, რომელიც არის გამოცდილი, არის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი, უფასო. ხოლო შეგიძლიათ მაგალითად იერშულის კლინიკაში მიბრძანეთ და გაიგეთოთ თქვენი პირველი დოზა. ალბათ დაგჭირდებათ 5-10 წუთი. დავკავშირეთ თქვენს ოჯახის ექიმს ან იმ ექიმს, რომელსაც ენდობით და დარწმუნებული ხართ, რომ up-to-date ინფორმაციას ფლობს მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ანუ ახალ ინფორმაციას და ეცერთ. თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ჩემი წინა ვიდეო ვაქცინოლოგიის საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით, გირჩევთ რომ უყუროთ, იქ ძირითადად ვაზიარებ სოციალურ პროგრამებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას საზაფხულო სკოლიდან. ეს მიერ ორგანიზებული სოციალური აქტივობები და საოცარი ადამიანები, რომელთა გაცნობამაც ეს პროექტი ასმაგად ღირებული გახადა ჩემთვის. შემდეგ ყველას მემგზავრები კიდევ ერთ პროგრამაზე, ამჯერად ეგვიპტეში, ამიტომ არ დაგავიწყოთ ჩემი Instagram-ის, TikTok-ის და YouTube არხის გამოწერა სიახლეებისთვის. თუ რაიმე კითხვა გაგვგზავნოთ კომენტარებში, მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.